ესავით მეგობრებო თქვა მეარსება და არხი კბოჩიროსან 3 და დღეს მე დავინძლევე აი ამ სოფლერებს იმაზე რომ მე გავზებ ჩემი სახლის სახურავზე 24 საათი და სოფლელებო აბარაზე დაგინიცლავეთ მოკლედ საბა თუ შენ და გაძლებ ზუსტად 24 საათი სახურავზე ჩვენ მოგცემთ შენ ზუსტად 100 ისურვოს მაგრამ თუ შენ ჩამოხვედი სახურავიდან უფრო ადრე ვიდრე გავიდა 24 საათი მაშინ შენ უნდა მოგცე ჩვენ 100 ისურვოდი Так, ну, в принципе, პირობები საკმაოდ ადვილია, მაგიტომ მე უკვე მზად ვარ, მაგრამ სანამ დავიწყებთ, სოფლერებო და აი ჩემს სახლს აქვს ორი სახურავი. აი ეს და კიდევ მეორე სართულის სახურავი და გამოის რომ მე შემიძლია გამოვიყენო ორივე სახურავი? კი საბა, ორივე სახურავი არის შენს კონტროლში. იქ თუ რამეა ჩვენ დავაყენეთ უკვე კიბეები. ну მაშინ წავედი ახლა უნდა მოვემზადო. გაჩერდი, საბა, სად მიდიხარ? ну წავალ იქ მოვემზადები, ნივთებს ავიღებ. არა, საბა, შენ რა გონია რომ ასე აიღებ ნივთებს, რომლებიც გინდა და იქნები ასეთი დაკმაყოფილებული? ну ხო, მე მინდოდა ამეღო იქ კომპიუტერი, საკვები, ტელეფონი აუცილებლად იქ სასმელი, წყალი, ფეჩი, საწოლი. так, საბა, ნუ აყროლდი, მოდი აქ ჩვენ უკვე ყველაფერი მოგიმზადეთ. მოკლედ საბა შენს წინ დგას 3 ყუთი, ყოველ ყუთში არის სხვადასხვა ნივთი, რომლების გამოყენებაც შენ შეგეძლება. ახლა შენ უნდა აერჩიო ერთი რომელიმე ყუთი და მხოლოდ მაგ ნივთების გამოყენების უფლება გექნება შემდეგი 24 საათი. ну სოფლერება, აი ასეც ვითოდი რომ თქვენ ასე რაღაცეებს გააკეთებთ ისე რომ ნორმალურად ასე თქვათ არ ვიქნებოდი და ну в принципе окей, так, მეგრობო, მოითაბა ავირჩიოთ, აქ ჩვენ გვაქვს 3 ყუთი, მარცხენა, შუა და მარჯვენა. მეგრობო, აბა რომელი ავიღოთ თქვენი აზრით, ну არ ვიცი, მარცხენა და ისა უკაცრავად და არ შემიძლია ისა იქ დავხედო, აბა რა ნივთებია. არა საბა, შენ უნდა აირჩიო და მხოლოდ ეს სახურავზე მაგდოს უკვე შეგეძლება დახედო თუ რა ნივთები აიღე. ну კაი, окей. так, მეგრობო, რომელი ავიღოთ? მარცხენა, შუათანა თუ მარჯვენა და კაი, მეგრობო, всё. ავიღოთ შუათანა ყუთი. так, опа და მეგრობო, საკმაოდ ძიმე ყუთია. так, რაღაც ნივთები მართლა არის. так, окей. პრინციპში მე უკვე მზად ვარ ავიდე ჩემს სახურავზე და აქ სოფლეებო გამოის ჩვენ უკვე შევხვდებით ერთმანეთს სადღაც უკვე შემდეგი დღის შუა დღისკენ. ოპა, так, მეგობრებო, უკვე პრინციპში ავედით, აი სახურავი. так, ერთს მეგობრებო, ხო, აი შეხედა კიბეების კი გამიმზადეს მართლაც, ვაი. так, სად დავდგათ მეგობრებო ყუთი? მოითაბა დავფიქრეთ დეთ. აქ თუ მეორე სათუსი. კაი, ოკეი, მოით მეგობრებო, ესე ჩრდილში, ასე თქვა თუ რამეა რომ აქ იყოს უფრო კარგია. так, ასე მეგობრებო, დავდგით და მეგობრებო, მე ტელეფონი წამოვიღეთ ამ შემთხვევით, stop. აქვნა ახლა ერთის მეგობრებო, მოით უფრო კარგია. ავიდეთ, შევატყობინოთ ასე ვთქვათ სოფლელებს და აქ სოფლელებო, გამარჯობა და მე გხედავთ აქედან. ისა ტელეფონი მქონდა ჯიბეში, ისა შემთხვევით დამოვიწყდა დადება. ეი, საბა, ჩამოაგდე დროზე. და თქვენ დაიჭერთ? რა საკურველია? так, скай მეგობრებო, так, სოფლელებო, დაიჭირეთ და ეი! ой, ну ცოტა ეკრანი გატყდა, მაგრამ ისე ცოცხალია. კარგი სოფლელებო, მოუვარეთ ჩემს ტელეფონს და გაუთხილდით ეს შემდეგი 24 საათი. так, ну კარგი მეგობრებო, მოეთ პრინციპში ახლა ჩამოვიდეთ, და დავხედოთ რა დაგვიდეს, როგორი ყუთი ამოვიღე და რა ნივთები დევს, ასე ვთქვათ, ამ ყუთში. так, და так, რაღაცებს ხედავ, მაგრამ შემთხვევით გითხრათ, ჯერჯერობით ბლომად ნივთებს ვერ ხედავ. так, окей, მოითაბა დავაკვირდით. так, 5 პური პრინციპში კარგია. საჭმელი პრინციპში საკმაოდ ბევრი მაქვს, მაგრამ არ ვიცი თუ როგორ მეყოფა 2 ალმასი? სერიოზულად?
რა უნდა გავაკეთო ახლა ამ 2 ალმასით, არ ვიცი. ნუ შემიძლია ალმასის ხმალი დავკრავტო ეს მაქსიმუმ. მაგრამ სად ერთს აკვირსა კი არ არის და ოკეი. მეგრო ისე მაინტერესებს და აი ამ ოთახში შემიძლია შევიდე? პრინციპში ეს კი სახურავია, მაგრამ ეს ხო არა, ეს გამოის მეორე სართული არა. მან და ალბათ შესვლა აკრძალულია, უფრო კარგია არ შევა, იმიტომ შესაძლებელია მე ასე ვთქვათ ამ ჩელენჯის წესებს დავარღვევ და აქ მეგობრებო შემდეგ გვირილა? სერიოზულად გვირილა? ნუ პრინციპში ოკეი, იყოს იქ სახურავზე დავდგავ, მიქ შეიძლება გაიზრდება და აქ არ ვიცი, 1 ბოთლი წყალი, ჯანდაბა მაშინ და შევინახო, იმიტომ მთელი დღისთვის 1 ბოთლი წყალი შესაძლებელი არც კი მეყოს. ამ მხოლოდ მთელი დღის კიდე ღამე და კიდე მეორე შუა დღემდე. და კიდე მეგობრებო პრინციპში სკამი. აი სკამი პრინციპში კარგია, აი სადღაც აი იქეთ დავდგამ და ასე ვთქვათ დავათვალიერებ, ასე ვთქვათ ჩვენი სოფლის სილამაზეს. მეგობრებო მოეთაბა დავდგათ სკამის თუ ერთ სახურავის ბოლო აი ასე დავიღეთ და გვილა მეგობრებო სადღაც აი აქ. ასე ლამაზია შეხედეთ მეგობრებო როგორი ადგილი. არ ჩავარდი. როგორი ადგილი დავიკავე ასე ვთქვათ და მოეთ პრინციპში ცოტა ხანი დავათვალიეროთ ჩვენი სოფლის ასე ვთქვათ პეიზაჟი და მოეთ მეგობრებო ამ ყველაფერს ჯერჯერობით ჩავალაგებ. და დავათვალიერებ ასე ვთქვათ ჩვენი სოფლის პეიზაჟს. შეხედეთ რა ლამაზია და ხედეთ მეგობრებო ისე ჯანდაბა ისე უნდა გითხრათ აი ამ ჩემს სახურავზე არასდროს არც კი ავსულა და არასდროს არც კი მინახავს აქედან ასეთი ლამაზი ხედი. აი შეხედეთ ამ სახურავიდან უბრალოდ მთელი სოფლის ხედი და იქ კიდე ჰორიზონტზე რაღაც ტყეები, მთები, ვაუ, შეხედეთ მეგობრებო რა ლამაზია. იქ კიდე ჩვენი ტბა, მდინარე, ტყეები. და ოკეი მეგობრებო, სახანი პრინციპში აქ ვიქნები, იმიტომ ტელეფონი არ მაქვს შეხედეთ მეგობრებო, სულ თავისუფალი ვარ. სულ ყველაფერი არაფერი არ მაქვს, სოფლეები წავიდნენ, იქ ტელევიზორი არაფერი არ არის და უბრალოდ ცოტა ხანი ასე ვთქვათ დავათვალიერებ ჩემს სოფლის პეიზაჟს. მეგობრებო, სიამთუგეთ ძალიან გემრიელი პური მომწეს, აი პირდაპირ ძალიან გემრიელია, მაგრამ სიამთუგეთ ამ პაპანაკევამსემ უკვე დამტანჯა. თითქმის სულ მთლიანი ვარ, მაგიტომ მოეც ხომ პრინციპში უკვე ჭრდილში დავიდეთ. სოფლეებო, სტოპ, რა შვებით იქ? სტოპ, სოფლეო, დროზე წაიღო ყველაფერი, 5-დან წავედი დაგედა, საბამ დაგვინახა. ანუ გაჩერდით, სტოპ, მეგრო, აი, ფეხი, სად წავიდნენ? სტოპ და რა შვებოდნენ, სტოპ, ერთ 5-თან იყვნენ და ეს ნაძირლები, მეგობრებო, სტოპ, დახედეთ, ამ ნაძირლებმა გონი 3 წელი პური მომიპარეს, სოფლელებო, ვერ გავიგე, სტოპ, და წყალიც მომიპარეს, სტოპ რა, სად არიან? სოფლელებო, ვერ გავიგე მეგობრებო, გაგიჟება შეხედეთ. სულიწოდ ყველაფერი მომიპარეს და რა ვქნა? ახლა ჯანდაბა მეგობრებო, ყველაფერი მომიპარეს, ამიტომ ეს 1 პური და 2 ალმასი სერიოზულად, აი უფრო კარგია ეს 2 ალმასი მაინც მოეპარათ. ეს რა ჩითერობაა, თქვენ საერთოდ არ გითქვამთ რომ შეგიძლიათ სახურავზე ამოხვიდეთ და ყველაფერი მომიპაროთ. გაგიჟება მეგობრებო და რა ვქნა ახლა? так, მეგობრებო, იცით რა? მოეთ ასე დავთანხმდეთ. თქვენ ყველამ დაწერეთ კომენტარებში სოფლელების კუნსები. აი უბრალოდ ყველამ დაწერეთ სოფლელების კუნსები, რომ თუ რამე აი სოფლელები თუ ნახავენ ამ ვიდეოს, რომ იცოდნენ. აი უბრალოდ დახედონ კომენტარებში, რომ მაქსიმალურად აი როგორ მოიქნა მეგობრებო, წარმოიდგინეთ. არა ადამიანურობა, სერიოზულად. ნუ არასამართლიანობაა, ზეოდ მეგობრებო, ნუ ყველაფერი წამართვეს. ჯანდაბა და რა ვქნა ახლა? ნუ არ ვიცი, პრინციპში უკვე მალე საღამოც იქნება, მაგრამ საკვები კი დამიტოვეს, აქ 2 პური, მაგრამ აი წყალზე ვნერვიობ ყველაზე მეტად, თან ძალიან მაგრად მეგობრებო, ძალიან ოფლიანი ვარ. სიამოვნებო გითხრათ, უკვე ამ პაპანაკევამსემ დამტანჯა თან დღეს. არ ვიცი, თანაგაც ჭრდილი ისეთი დიდი არ მაქვს და რა ვქნა ახლა? 2 ალმასი რა იყო, 2 ალმასი დავლიო? არ ვიცი მეგობრებო, ახლა რაღაცაეთ უნდა მოვიტმინო, რავი ახლა, არ ვიცი, აი ამ ნეტავი აქ არის სამგვირილაში რამე წვა, რას ვამბობ ასეც. კაი, ოკეი, ამ ერთ დღეს გავუძებ ერთი, რავი.
ჯანდაბა უკვე პურიც კი აღარ მინდა მეგობრობაზე. გამიფუჭეს სერიოზულად უკვე ხასიათი ის რომ პურის ჭამაც კი უკვე აღარ მინდა. უბრალოდ ხვალისთვის შევინახო მართლა არ ვიცი ცოტა ხნად დავждები. საღამოს დაველოდები და საღამოსკენ უკვე მერე დაველოდები უკვე ღამეს და დავიზიებ და ძლივს მეგობრებო დადგება ის შუადღე და მივიღებ იმას ის უმრუც. მეგობრებო რა ლამაზი შეხედეთ ზის ჩასვლა უბრალოდ ახლა ვუყურებდი უთოთოებდი და ახლა შეხედეთ უკვე თვარეც ამოვიდა აი შეხედეთ მეგობრებო ღამური ასე ვთქვათ ჩვენი სოფელი როგორ გამოიყურება ღამე ძალიან ლამაზია უბრალოდ კვირა შენს ხომ მოგწონს იმედია მოგწონს так მოვით პრინციპში მეგობრებო ახლა სკამი ავიღოთ სკამი ალბათ უკვე პრინციპში აქ აღარ დამჭირდება ავიღოთ ასე უბრალოდ არ ვიცი როგორ დავიძინო ალბათ ახლა იატაკზე ინტო აქ საწოლი არსად არ იყო და მომიპარეს აქ ყველაფერი ზოგადად უკვე პირიც ამომიშრა თავიდან ბოლომდე უბრალოდ ძალიან მინდა წყალი მაგრამ ამ სოფრეებმა უბრალოდ ასე აიღეს და თაგურად ასე მომიპარეს ეს წყალი და კიდე ნახევარი ჩემი საკვების მაგიტომ პრინციპში არა უშავს ერთი დღე რაღაცნაირად გავზებ და ჯანდაბაკის დინარეც კიდე ასე იყურება აქ პირდაპირ მიყურებს დინარე წადი აქედან მეგობრებო არ ვიცი ახლა პრინციპში ახლა დავიზიებ მეგობრებო აი წარმოვიდგინე რა ლამაზად გამოიყურება ღამური ასეთი მინიკრაფტი შეხედეთ აქ ვარსკვლავები ასეთი ლამაზი მთვარე ღრუბლები აქ ლამაზი მდინარე მთელი სოფელი კიდე განათებული და კიდე პრინციპში აქ კიდე ასე სახურავზე ზიო არ არის მეგობრებო ახლა ცოტა ვისვიებ და დილას ჩავრთო კამერას მეგობრებო ძილინებისა დილა მშვიდობისა მეგობრებო უკვე პრინციპში დილა так ერთ მეგობრებო მოიტავიღოთ უკვე პური და ეს რას ნიშნავს ახლა პრინციპში ახლა მზე სადღაც ასე მივადა უკვე 24 საათის გამოით ასე ცოტა так ვისაუზმოთ ასე ვთქვათ პური და სოფლელებო გამარჯობა აბა როგორ ხართ საბა გაიღვიძე და ჩვენ უკვე აქ 10 წუთი არაც გელოდებით. დამეოდეთ ისაც თქვენ გააკეთეთ გუშინ საღამოს ძალიანაც არ მომეწონა მაგრამ მიუხედავად ამისა მე მაინც ახლა გავწელი სულ რამდენიმე საათი უკვე და უკვე შემეძლება და ჩამო უკვე ამსახურავიდან ხო საბა ჩვენ ასევე დაგიტოვეთ პატარა სიურპრიზი შესაძლოა მე თქვენგან არავითარი სიურპრიზი გადასისუნვდით და არაფერი არ მინდა დიდი მადლობა მაგიტომ თუ რამეა ეს სიურპრიზი შეგიძლიათ დაიტოვოთ თქვენთვის და მე კიდე რამდენიმე საათი დამრჩა ну სერიოზულად ну სოფლიებო ну ეს საერთოდ უკვე უწესობა ну რა არის ეს მეგობრებო აი როდის მოასწრეს და რა არის სერიოზულად მეგობრებო დახედეთ 4 ბლოკიანი სერიოზ კედელი გადამიკეთეს აი ეს ჩემი მეორე სახურავი 4 ბლოკი შეხედეთ მეგობრებო სტოპ ერთს სერიოზულად კაი მეგობრებო ოკეი მოითხოვია არ უთხრათ ასე ვთქვათ იმ სოფლიებს так სტოპ შეხედეთ მეგობრებო როგორ იმასეს так როგორ გაკეთეს შეხედეთ მეგობრებო როგორ გადაკეთეს так მეგობრებო მოითხოვია ეს კიბე ასე ავიღოთ და ოკეი არ უთხრათ ესე ვთქვათ ახლა ეს სოფლიებს უბრალოდ იყო ისე თითქოს არაფერი არ მოხდა. ოპა მეგობრებო და აქ ასე კიბეები. ეს კი მგონი ვერც კი გაითვალისწინეს. ოკეი მეგობრებო მე უკვე მეგობრებო 1 საათიც მგონი დამრჩა და გამოვალ უკვე ამ სახურავიდან და ავიღებ ჩემს ასისუმრუთ. так მეგობრებო ასე მომხვიეთ და აი თავი ჯანდაბა ცუდი იდეა იყო აქ სირბილი ეს ობსიდიანი დებილი მეგობრებო როგორ ვიტკინეს თავი ეს სოფლები მაგრო დამიდგეს ობსიდიანი სტოპ მეგობრებო ვერ გავიგე თქვენც ამას ხედავთ იო მე ერთს თვალები მეტკინა აქ მზე არის უბრალოდ მეგობრებო უკვე შუადღეა სტოპ და რა გამოდის სტოპ სოფლელებო და გავიდა უკვე 24 საათი საბა სამწუხაროდ კი შეგიძლიათ ჩამოხვიდე yes მეგობრებო ჩემი დამსახურებული ასე ისუმრუდი მეგობრებო დროზე ახლა ჩავიდეთ სოფლელებთან так მეგობრებო მოიტაბა აბა სოფლელებო შემხვდით მოგებული ადამიანი მოდის თქვენთან ჯანდაბა საბა რა მინდა გითხრა გილოცავ მოგებას
კი, მოლოცვა კარგია, მაგრამ მე მოეველოდები ჩემს 100 სუმრუდს. ოპა, давай ერთის დაგიდავდეთ. ზუსტად 100 სუმრუდი. ფუხ, მე შევძელი და გავძელი იმსახურავზე 24 საათი. მიუხედავად იმისა, რომ თქვენ მიშლიდით, ჯერჯერობით წამართვით საკვები და წყალი, ასევე მე დამიგით ოფსიდიანის კედელი მაინც გავძელი. თქვენ კი მეგობრებო, მადლობა დიდი ვინც ყავდავს ბონდე, თუ მაგას დააგეთ, მე კი ახლა წავედი. ნახვამდის так, სოფლელებო, მოითავა წავიდეთ სადმე. ასე ვთქვათ, აღვნიშნოთ ჩემი ასე ვთქვათ მოგება.